ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართულ რესტორან სოხუმში თბილისობა აღნიშნეს. ტრადიციულ დღესასწაულს ქართველი ემიგრანტების გარდა ჰოლანდიელებიც ესტუმრნენ. თბილისის ქალაქობის მსგავსად ქართული ტრადიციული კერძები მოამზადეს და ჩურჩხელები ამოავლეს. საზეიმო განწყობასაც ქართული ჰანგები მოკლებია. ისევე როგორც გასულ წლებში ამჯერადაც ჰოლანდიურ თბილისობას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. აღნიშნება თბილისობა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოვიდა, როგორც ქართველი ემიგრანტები, ასევე რა თქმა უნდა ჰოლანდიელები და ბევრი სხვა სტუმარი და ყოველწლიურად აღნიშნება ეს ღონისძიება თბილისობა. ქალბატონი იზო არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, საქართველოს ელჩები არიან ზუსტად ქალბატონი იზოსნაირი ადამიანები საზღვარგარეთ. ეს არის ჩემი პატარა საქართველო, ქართული კულტურის ცენტრი ასეფია. ჩემი რესტორნში მოსვლის მერე ძალიან ბევრი ადამიანს გაუჩნდა სურვილი საქართველოში წავთვისას, მოინახულეს საქართველო და მე ამაყრივა რომ ემსახურები ჩემს სამშობლოს და ასე გავაგრძელებ სანამ უხალინებებს. არ ვკარგავთ აი ამ რაღაცა ერთობას და ზეიმობთ იმ დღესასწაულებს ისევ ერთად, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ზეიმობენ საქართველოში და თითქოს პატარა საქართველოს გარეთ ვქმნით, რა ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს ვაძლიერებთ.